გამარჯობა, მოგესალმებით. ეს მინდა რომ ამ ვიდეო ეთერით კოცების სერიოზულად დამფრთხალი კოცების ირგვლივ მინდა ვილაპარაკო, იმიტომ რომ ძალიან შეეშინდათ. ცხოვრებაში ალბათ პირველად შეეშინდა ბიძინა ივანიშვილს, იმიტომ რომ ხედავს, საიდანაც შეიძლება ამოყოს თავი ზუსტად იმნაირი კლასის მმართველმა, როგორც არის ბიძინა ივანიშვილი და სხვადასხვა სქეს, ეროვნებას, თმის ფერს, თურმე დიდი მნიშვნელობა არ აქვს. ალბათ მიხვდით, რაზეც ვსაუბრობთ, მადურუს სინდრომზე ვლაპარაკობ კოცებში და ამ ბლოგსაც ასე დავარქმევ მადურუს სინდრომს კოცებში. ბევრი ახლა ამას ყურადღება შეიძლება სათანადოდ იქ არ აქცევდა და ბევრი ძალიან დიდ პოპულიზმს იხვეჭდა ჩვენს ერში გამოდიოდა რა ამერიკის შეერთებული შტატების წინააღმდეგ და თურმე იმ ქალბატონმა, ამ ქალბატონმა ასე იმან აქეთ იმან ისე იმან პირის ნაცვალ სახელებით რო ლაპარაკობდნენ რა. ხო და იცი რა არის ყველაზე ცუდი რა არის, იცი ტრაკი რო არა გაქვს და ატრაკებ. ძალიან მარტივად გეტყვით ამას, თორე ახლა ქვეყნის ინტერესს რო იცავდე და იბრძოდე და რაღაცა კონდეს რა საზოგადოებაში შენი ხალხის მართლწესიერი ნდობა რა, რასაც გააჩნიან ნამდვილი სახენდობს და არა სიყალბის ხო, ამ ყველაფერს ასე კომიკურად ეთყობა არ აღგიქვამდნენ, მაგრამ იქამდე რო გჭირდება თამაშთან რითი თამაშობ რა, არაფრით რო არ თამაშობ. ივანიშვილზე მაქვს ლაპარაკი, სხვადასხვა ივანიშვილზე რომ აქვს ლაპარაკი, ცუდი შედარება არის მადურუსთან, იმიტომ რომ ის ქვეყანა რა, ის ვენესუელა 30 მილიონი მოსახლეობის მქონე ქვეყანაა, რაც პატარა ქვეყანა კი არაა და არც ვენესუელა არ არის საქართველო რა, თავისი რესურსები მიუხედავად იმისა, გეოპოლიტიკურად ეს შეიძლება სხვანაირად გაითვალოს და სხვანაირად გადაანგარიშდეს, მაგრამ ვენესუელას აქვს სრული დედამიწის 17% ნავთობპროდუქტების და ეს არ არის პატარა მოტივი იმისთვის, რომ ნებისმიერ მიმართულებაზე ჩაისახოს გეოპოლიტიკური კონფლიქტი. მაგრამ სხვა არის გქონდეს ენერგორესურსები, ეს რა თქმა უნდა ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია, მაგრამ არის სხვა გეოპოლიტიკა, გეოლოკაციები და მდებარეობები, რომელიც განსაზღვრავს დიდ სახელმწიფოთა შორის ესე პოლიტიკის როგორ გითხრათ ახლა ბრუტალურ ცვლილებებს და ბრუტალურ მოქმედებს და უგულებელყოფას თუნდაც მიღებული გადაწყვეტილებების, მაგრამ რა ფაქტორები მოქმედებს, როგორ მოქმედებს ზოგადად მსოფლიოში მართლწესრიგი იცვლება მოგეხსენებათ რა. ბევრი იძახის ახლა მადურუს გადაცემა და გაიტაცეს ისე საოცრად, რა საოცრად გაიტაცეს კოცებო. და არ ღვია გაეროს წესდება და ურთიერთდაუსხმელობის ასე ისე, მაგრამ ჩვენ უნდა შევხედოთ ორ მონაკვეთს, რა სიტუაცია ხდება ევროპაში, როგორი მძიმე ვითარებაა, რა ინტერესი აქვს რუსეთს, ერთადერთი ქვეყანა, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებს უწევს მსოფლიოში თანაფარდობას და ძალთა ბალანსი ალბათ შეიძლება ითქვას ამითია და თუმცა არ დამიწყოს არავინ იმას უფრო მაგარი თვითმფრინავი ყავს, ამას უფრო მაგარი თვითმფრინავი ყავს. ეს არ წყდება თვითმფრინავებით და ისტრიბიტელებით და ეგრეთ წოდებულ თვითმფრინავ გზაგადამჭრელებით რა, არ გამომეკიდოთ ამ ორ სიტყვებში. ესენი არიან ატომური სახელმწიფოები და არა მარტო ატომური სახელმწიფოები, ბირთვული სახელმწიფოები, რომლებიც ატომის გარდა მოიცავენ სხვა დამაზიანებელ იარაღს, მათ შორის კოცებს კი უყვართ ქიმიური იარაღზე ლაპარაკი. სხვადასხვა ბალანსებია ეს და სხვადასხვა სიმძლავრეებია ეს 10ჯერ და 20ჯერ ჩაძირავენ დედამიწას იმხელა მასალები აქვთ. მომწამლელი და ამფეთ რაღაც უნდა კაცობრიობას და სამყაროს შემდეგ ყველაფერი თუ იმის ნახევარი იქნა გამოყენებული, მაგრამ მაინც უწევენ ამას მნიშვნელობას. თურმე ის მსოფლიო სამართალით და მსოფლიო წესრიგით და მიღებული გადაწყვეტილებით მაშინ არის კარგი, როდესაც შენს რბილი და ჰუმანური რიტორიკის ქვემოთ დგას ძალა. თუ ძალა არ დგას სახელმწიფოს უკან, თუ არ არის შეიარაღებული ძალები და არა რაღაცა იქ ამათ რომ გადააკეთეს რაღაცა კოცებმა რა თავდაცვის ძალები არაფერი არ გამოვა რა 30 მილიონიანი სახელმწიფოს პრეზიდენტი ისე მოიტაცეს სპალნიიდან კოცება ბიძინა ივანიშვილს ისე კაი არა ის ვიტრაჟული სახლი რო გაქვს არ დაჭირდება ზედმეტი კედლის შემონგრევა ერთ ტექტონიკური იარაღით დაგიძახებენ ეს ფანჯერას და ისე შეგინგრევენ შენ ბრონირებულ
სტეკლიას ბიზინი პირდაპირ შენ და შენ ცოლს ასე სპალნიადან თავისი ტახტით გაგიტაცებენ ნიუ-იორკში. თუ დაჭირდათ. აი ხედავთ? ახლა არის აქ მეორე ვარიანტი რა. მე არ შევუდგები ანალიტიკურად იმ ქვეყნების ჩამოთვლას, რომელი ბანაკშია. ყველამ კარგად იცის, რომელი ბანაკშია, ზოგადად პრეისტორია ასეთი იყო, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ იყო ქვეყნებმა, რომლებმაც აიღეს გარკვეული ვექტორი, ეს იცით თქვენ რომელიც არის რუსეთი, ბელარუსი, ჩინეთი თავისთავად იქეთ ჩრდილო კორეა და ესენი ესეთი ქვეყნებია რა. თუმცა დამერწმუნეთ რა, ეს ისეთი ქვეყნებია, რომლის პრეზიდენტებსაც ვერავინ სპალნიიდან ვერ მოითაცებს. აქ სხვა მომენტია. და ახლა ვენესუელა თავის ტექნოლოგიური პროცესებით, თავისი ეკონომიკით, იქ სხვა პრეისტორია იყო რა ამ ლათინურ ამერიკულ ქვეყნებში. ახლა ყველა მეორე საქართველოში უკვე სამხრეთ ამერიკის მცოდნეა და თავს აღარ შეგაწუხებთ იმდენს ფილოსოფოსობენ, ზეპირად იციან იქ მანამდე ჰუგო ჩავესი ვინ იყო, მანამდე რამდენი გადატრიალება მოხდა, რამდენი პუტჩი მოხდა კუბასთან, კოლუმბიასთან, არგენტინასთან. როგორი კავშირები ქონდა ახლა მე ამაზე ახლა თქვენ არ დაგლით, მაგრამ ფაქტი ერთი არის რა. ამ ქვეყნებს ქონდათ გარკვეული სიმპათიები პოსტსაბჭოურ სისტემასთან, რომლებმაც შექმნეს თავიანთი გეოპოლიტიკური დერჟავა და უყურებდნენ და მიდიოდნენ ამ მიმართულებით და ამ კლუბშიც იყო რა თქმა უნდა ვენესუელაც, მაგრამ პრობლემა რა იყო, იცით? ვენესუელა იყო პლატფორმა, ჩვეულებრივი პლაცდარმი ამერიკის შეერთებული შტატების წინააღმდეგ, რომელსაც რუსეთი, ჩინეთი, სხვათა შორის ჩინეთი ძალიან სერიოზულად ცდილობდა იქ ფეხის მოკიდებას და რა თქმა უნდა ერთმანეთში შეიძლება ამერიკას და რუსეთს და ჩინეთს ესეთი კონფლიქტები აქვს, რა თქმა უნდა და ეს კონფლიქტები ჯერჯერობით მხოლოდ მარტო ტელესივრცეებით არ გამოიხატება რა. მიდის ეკონომიკაში მიდის ეს ბრძოლები, მაგრამ ვენესუელა ხდებოდა ჩვეულებრივი პლატფორმა ამ ორი ქვეყნის მიერ მიდიოდა აღჭურვა. იყენებდნენ, არ იყენებდნენ, როგორ იყენებდნენ შეხედეთ აგერ რა. ვერაფერიც ვერ გააკეთეს, მაგრამ ამარაგებდნენ რა საჰაერო თავდაცვის სისტემებით, ამარაგებდნენ თვითმფრინავ გზადამჭრელებით და პირველი დარტყმა მე თუ მიაქციეთ თქვენ ყურადღება იქ არ მომხდარა არც სპეცდანაყოფის ყაზარმების მიმართ, არც შეიარაღებული ძალების რაღაცა სტრუქტურული ქვედანაყოფების მიმართ, პირდაპირ დაარტყეს საჰაერო თავდაცვის ქვედანაყოფებს. იქ სხვა კლასის საჰაერო თავდაცვის იარაღი არ ყოფილა, იყო მხოლოდ რუსული საჰაერო თავდაცვის იარაღები. ეს იყო მათთვის პირველი პრობლემა ოპერაციის ჩატარების დროს და დაარტყეს სერიოზულად. მე რო შევხედე ამას, ნუ რაც ვიზუალურად ახლა აღვიქვი და ჩაახშეს, როგორც კი ჩაახშეს ეს ანტისარაკეტო სისტემა, სარადარო სისტემა, გათიშეს დენი, შემდეგ დაიწყო იქ ძირითადი საშტურმო ოპერაცია და წამოიყვანეს პრეზიდენტი და იცით რა არის ახლა მე იმის შეფასებას არ უდგები, მაგრამ რამდენად ჩასაყვანი იყო მადურო არ იყო ჩასაყვანი ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გაანეიტრალა თავისი ეროვნული ინტერესების მიმართულებით საფრთხე. ეს ნაღდად იყო საფრთხე. წარმოუდგენელია ბიჭო ამ ხელა ქვეყანას დადგედა ესე თითი უქნიო და რის იმაზე უნდა უქნიო ხელი. არც რუსეთი არ ახარ, არც ჩინეთი არ ახარ. ნუ ხარ ჩვეულები, არც სხვათა შორის კუბა არ ახარ. კუბა არ არის სახელმწიფო, რომელსაც გაიხსენეთ რა ის პრეისტორია როგორ დაყენდა კუბაზე რაკეტები და რა განწყობა იყო და რა ის იყო. კუბაზე აბსოლუტურად მოსახლეობის სხვა განწყობაცაა ხელისუფლების მიმართ. აქ ვენესუელაში ეგეთი განწყობები არ იყო. აქ პირდაპირ რა ივანიშვილის ნაირი ტიპი იჯდა და გუდავდა საზოგადოებას რა. აი ესეთი ტიპი იყო მადურო. ზუსტად აი ივანიშვილის ნაირი ტიპი იყო. ჩვეულებრივად. წაიყვანეს კაცო ერთადერთი რაც რეკლამა მუშაობს, მაგრამ ნაიკის შარვალი ეცვა და ნაიკის შარვალზეა მაგარი მოთხოვნა სერიოზული რეკლამა გაუკეთეს ისე რა ამ პოლიტიკური პროცესით. მაგრად გაიყიდა ის სერია ნაიკის სპორტულების და ახლა ისე უნდა როგორც შევხედე მივხვდი რომ ეს იმუშავებდა და უნდა მიყიდა ერთი ხელი სპორტული ივანიშვილისთვის და გამეგზავნა მაგი
მაგი ისეთი კაცია ახლა დაღლილია ქვეყნის ბედით და ვერ იყიდიდა, მაგრამ აქ სპორტულებში მოუწევს გადაყვანა პატარა ხანში მე ისე ვატყობ სიტუაციას რა, იმიტომ რომ თქვენ დააგვერდით პროცესებს თვითონ პოლიტიკა ამერიკაში ეგრევე ითქვა რა, იქ მეორე და მესამე პირებზე არ მაქვს ლაპარაკი რა. ნაცვლად იმისა დაეწყოთ იმაზე ფიქრი, რომ აი რა როგორ და რანაირად არა. პირდაპირ თქვენს შემდეგი შეიძლება გახდეს კოლუმბიის პრეზიდენტი, იმიტომ მაგასაც უყვარს ნარკოტიკების გაყიდვა. ახლა იცით რა არის? სამხრეთ ამერიკის ტერიტორიაზე, ჩრდილო ამერიკის ტერიტორიაზე ეს პოლიტიკური პროცესები რაც მიდის და მათ შორის მანძილებს დააკვირდით რა. ეს ნათლად ყოფს იმას, რომ საერთოდ წაშლილია აბსოლუტურად ტერიტორიული ურთიერთპატივისცემის სხვანაირი ომი არის ეს რა, აბსოლუტურად სხვანაირი ომი. შეფასების მიღმა ვერ დამტოვებ ამ იდიოტების განცხადებებს, რომ შეხედეთ რა შვება, აი ეს იყო სპეცოპერაცია, ის კი არა პუტინი რასაც აკეთებს რუსეთში, უკრაინაში, სისულელი არის ასეთი რაღაცეების ლაპარაკი აბსოლუტურად რა. ასეთი ლოგიკით ამერიკის შეერთებულ შტატებს რონდომოდათ ჰუსეინის მოტაცება მოიტაცებდნენ ერაყში. მაგრამ მაშინ არ ჩათვალეს ეს აუცილებლად და საჭიროდ. დაიწყეს იმხელა კამპანია აწარმოეს, თუ ვინმეს გონია ნაკლები კამპანია იყო ან მაგ, ან იმაში რა ქვია, ავღანეთში არა. ეს ნებისმიერი საბრძოლო მოქმედებები და საბრძოლო მოქმედებების ამოცანა განისაზღვრება პოლიტიკური პროცესიდან. ერის და საზოგადოების განწყობიდან. როდესაც ერთი ადამიანი წყვეტს გლობალურ პოლიტიკურ პროცესებს, მაშინ შეიძლება მოხდეს ესეთი რაღაცა და გადაწყვიტონ ლოკალურად ამის მოგვარება, მაგრამ როდესაც ერი არის თვითსულოვანი, როდესაც მასას გააჩნია იდეოლოგიური ხება საკუთარ ხელმძღვანელთან, მაშინ ერთი კაცის მოსპობით ასე ვერ გადაჭრი შენ პოლიტიკურ ამოცანებს რა. ისე ცნობისთვის ეს ჩვეულებრივი მომენტია. მეორე დადგა ესეთი რაღაცა, რომ იქ პუტინი უკრაინაში აკეთებს, რასაც აკეთებს შეხედეთ ხო, დაინგრა ომით განადგურდა მთელი ქვეყანა სიცოცხლეები იღუპებიან ხო? ამან ეს გააკეთა. იმენის ფაქტიურად ეს არის ჩვეულებრივი როგორ გითხრათ, ეს არის change, ეგრეთ წოდებული change, არაფერი სერიოზული ამერიკის შეერთებულ შტატებს ამ ომში არაფერი არ გაუკეთებია გარდა იმისა, რომ იარაღს აძლევს უკრაინას რა. რომელიც საბრძოლო მოქმედებებზე აბსოლუტურად არანაირ ზეგავლენას არ ახდენს. კი, ბევრი იტყვის იმას, რომ რო არ ქონოდათ ეს იარაღი, აქამდე იქნებოდა ომი დამთავრებული. კი, გეთანხმებით ნამდვილად, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს ესეთი ომის ფაზების შენარჩუნებას, რომელიც საბოლოო ჯამში მაინც განწირულია დამარცხებაზე, თუ არ მოხდა პოლიტიკური ნიშნით ჩარევა, თუ არ მოხდა სხვა ქვეყნის არმიების მიერ დახმარება ამ პროცესში და თუ არ მოხდა ამ ხელა სახელმწიფოს მიზანმიმართულად უკან ჩაჩორჩება, რომლის თავით ამერიკის შეერთებული შტატები ამას არ აკეთებს და ბევრი სხვადასხვა მოტივები აქვს ამისთვის. ეს ხდება რუსული მიმართულების და ამერიკული მიმართულებისთვის დედამიწის ბურთის გაყოფის მოტივით. ანალოგიური გააკეთა იქ რაც გააკეთა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, საერთოდ გაწია გაეროს წესდება და ამბობს რა მე მაქვს ნაციონალური ინტერესი, მე ამას გავაკეთებ. არა მარტო ამაზე იბოდიშებს, აგერ ამბობს კოლუმბიაში ანალოგიურს გავაკეთებ, იმიტომ იმისი პრეზიდენტიც ყიდის ნარკოტიკს. ეხლა მასე თუ მიდგება ლაპარაკი ბიძინა ივანიშვილზე, მაგრამ ვინ ყიდის ნარკოტიკს? თქვენ გონიათ ბიძინა ივანიშვილი ნარკოტიკს არ ყიდის? არც კოლუმბიის პრეზიდენტს და არც არგენტინის პრეზიდენტს უშუალოდ არ გამოუცხადებიათ ნარკოტიკის ლეგალიზაცია ბიძინა ივანიშვილმა რო გამოაცხადა. სუბუქი ნარკოტიკის კულტივირება რო უნდათ. თქვენ არ დაგავიწყეთ ეს ბიძინა ივანიშვილს რამდენი მოტივი აქვს იმისთვის იარაღს რო ყიდის ბიძინა ივანიშვილი. ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს წინააღმდეგ რო ოფიციალურად მიდის და ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ოფიციალურად რო არის დასანქცირებული, ამას ლაპარაკი არ უნდა. იმ სიაში მოხვედრა ისეთივე მარტივი არ არის იმ სიაში მოხვედრა. მოხვდე ამერიკის შეერთებული შტატების სანქცირებულთა სიაში. მაგრამ მოხვედრა ხო რთულია და იქედან ამოღება წარმოუდგენელი. თუ მოხვდი იქ და დამთავრებული ხარ რა. ამიტომ ახლა ზედმეტი თამაშები მე აი შედარებებს ვაკეთებ რა.
სახელმწიფოებს, დიდ სახელმწიფოებს, რუსეთს და დიდ სახელმწიფოებს, აქეთ ამერიკას ერთმანეთთან პრეტენზიები არ აქვს. ეს გაყოფილი ველია. გაყოფილი ველია. იმიტომ რომ ეს არის მისი პოსტსაბჭოთა რესპუბლიკა და დატოვა იქ, სადაც დატოვა, მოიხადავალი ევროპის მიმართულებით, ამის მიმართულებით, დემოკრატიის მიმართულებით, ზოგადი პროპაგანდის მიმართულებით, მაგრამ მისი საქმე გააკეთა. გააკეთა. ასე აითვისებს სამხრეთ ამერიკას. რა თუნდა უკრაინა? რაში აწყობს ამერიკას უკრაინა, როცა ბენზინის მთელი დედამიწის 17% ეგერუდებს იმაში ვენესუელაში. ხო, და უმშვენიერესი მოტივი აქვს იმისთვის მივიდეს იქ და დემოკრატიის სახელით ააყვავს ვენესუელა, როგორ ააყვავს, მაგას ვნახავთ ჩვენ. ყოველ შემთხვევაში ერთი ფაქტორი არის ესეთი, რომ რაც არ უნდა მოტივი კონდეს ცუდი, კარგი, დადებითი, მიუღებელი, მისაღები, მადურო იყო ნამდვილად ის პერსონა, რომელსაც საკუთარი ერი მხარს არ უჭერდა. ეს არის ყველაზე ძლიერი იარაღი დღეს, რომელიც შეიძლება გამოყენებული იქნას ამ ნავთობის ასათვისებლად. და კიდევ, როგორც გითხარით, გეოლოკაციური მდებარეობები, ეს არის უმნიშვნელოვანესი, ამერიკის შეერთებულ შტატებს გაცილებით დიდი პრეტენზია ჰქონდა, თქვათ, ვენესუელაზე. მე კიდევ ვამბობ, რომ დღევანდელ დღეს უკვე სუვერენული შეგრძნებები ძალიან ბუტაფორიული გახდა. ძალიან ფაქტიურად ნიღბები ჩამოიხსნეს, როგორც ახლა ჩვენ ფაქტიურად ვიმყოფებით ისეთ გარემოში, სადაც ოფიციალურად განუცხადებელია პოლიტიკა, მაგრამ რეალურად უყურებთ, რომ ესენი ცდილობენ ცალკე თამაშს და ცდილობენ ბიძინა ივანიშვილის პადგრუპა სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით ამ თამაშს, როდესაც ბიძინა ივანიშვილი იქნა დასანქცირებული და ესე არ ხდება, ხო? გარკვეეს მისი პოლიტიკური მიმართულება, როგორ იყო, რანაირად იყო, იმის მერე ჩამოიშორეს ბიძინა ივანიშვილი. თავის მერე ამათმა სცადეს გეოპოლიტიკური თამაშის შეცვლა. როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებთან არის ახლოს ვენესუელა, იმ გაგებით ახლოს თუ არა შეიძლება 3000 კილომეტრი აშორებს აერით რა. ისე ვართ ჩვენ რუსეთის ფედერაციასთან ახლოს. აი ესეთი უბედურება გვჭირს ჩვენი გეოპოლიტიკური მდებარეობით. ერთადერთი რაღაცა გულახდილად გეტყვით რა, მე აღარ ვიცი ამერიკის პრეზიდენტის თავში რა გადაუბრუნება, ეგერ ამბობს, გრენლანდიაც მინდაო და სხვათა შორის გუშინ უთხრეს, რომ გრენლანდია არის იმ სახელმწიფოს კუთვნილებაო, რომელსაც ნატოს კონვენცია იცავს, მაგრამ მაგე არ აჩერებს რა. მიდის სერიოზული გადანაწილება. ჩვენ არ ვიცით ხვალდაზე, ჩვენ ტერიტორია, ჩვენ გავხდებით სტრატეგიული მიმართულება ამერიკისთვის თუ არ გავხდებით. ეს ჩვენ არ ვიცით. ჩვენ არა ვართ იმ ჯგუფში, სადაც ეს გადახურდავებები მიდის, მაგრამ კიდე ერთხელ ვამბობ რა, ეს არ არის ჩვენზე დამოკიდებული. ეგ დამოკიდებული არის ამ ორ სახელმწიფოთა შორის შეთანხმებაზე. ვისაც აქვს ჩვენი ტერიტორიები ოკუპირებული, იცით ხო, ეს არის რუსეთი, არის ერთი მიმართულება ოკუპირებული, არის მეორე მიმართულება ოკუპირებული. მე პირადად გეუბნებით, გულახდილად გეუბნებით, არანაირი ილუზია არ მაქვს იმისი, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ჯარი ჩამოვა და ესა გაგვანთავისუფლებს ჩვენ ამ ოკუპაციიდან და გვიშველის. ეს არის ძალიან დიდი სიცრუე, პირიქით. მე მაქვს ისეთი განცდა, რომ ჩვენი ტერიტორია როგორც უკრაინა, ჩვენ ვინა ვართ და აგერ შეხედეთ უკრაინას, გადაიცვალა სამხრეთ ამერიკულ ქვეყნებში, სხვა გეოპოლიტიკურ პლაცდარმებში, საიდანაც უფრო დიდი მოგება ექნება ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესს. ეს ერთი მომენტია, ეს ერთი ბურთი არის რა ამ ყველაფრის, მაგრამ რეალურად თუ დაუკვირდებით კიდე სურათებს რა, ვის რა ინტერესები აქვს, როგორი ინტერესები აქვს და რანაირი ინტერესები აქვს, ხო? თავისთავად როგორც რუსეთი იყენებდა ვენესუელას, კუბას იყენებს, კიდე სხვადასხვა ქვეყნები არის თავის ინტერესებში და უძახის მას მეგობრული პოლიტიკის სახელმწიფოებს, ისე იყენებს ამერიკა რუსეთის საწინააღმდეგოდ გარკვეულ ქვეყნებს, სხვათა შორის ჩვენც აი რატო ვართ ჩვენ პლატფორმა და პლაცდარმი რატო ვიყავით რუსეთის წინააღმდეგ, იმიტომ რომ თავისი განცხადებებით გინდა სააკაშვილი, გინდა ეს იდიოტები ვინც ყავდა კიდე ირგულები და გინდა ეს აქამდე ვინც იყო და როგორც იყო, ხა? ყველა ცდილობდა იმას, არა ქართული პოლიტიკა ეკეთებია პლაცდარმული პოლიტიკა. და პლაცდარმული პოლიტიკის პრობლემა, ისინი უკვე ნამეტანში გადავიდნენ იქ, იმიტომ რომ
ну, როგორც ივანიშვილი გადადის, ისე გულახდილად გეტყვით, იმიტომ რომ ჩაერთოს ოფიციალური სახელმწიფო პირი ისეთ კრიმინალში, საერთაშორისო კრიმინალში, როგორც არის მაგალითად ნარკოტრაფიკი. ეს არ არის პატარა ამბავი, ხო? როცა სახელმწიფოს პრეზიდენტი, სახელმწიფოს უშიშროება, სახელმწიფოს ჯარი, მნიშვნელობა არა, სახელმწიფო ზოგადად როგორც ორგანიზმის, ხო? პირდაპირ აკეთებს ბიოლოგიურ დივერსიას. ამას ქვია ბიოლოგიური დივერსია. ეს არ არის ჩვეულებრივი მომენტი. მაგას შეუძლია მოსახლეობის ისეთი მასები მოწამლოს კონტინენტზე საერთოდ მოახდინოს გარკვეული ჯგუფების, გარკვეული სქესის, გარკვეული გენეტიკური კოდზე მოქმედება. ეს ერთია რა, გაავრცელო ნარკოტიკი, გაავრცელო გარკვეული სახის ნარკოტიკი, მაგრამ თავარი რა არის, ვინ ამუშავებს ლაბორატორიაში ამ ბიოლოგიურ იარაღს, ესა ჩვეულებრივი ბიოლოგიური იარაღი შევთანხმდეთ რა. და ამერიკის შეერთებული შტატების ტერიტორიაზე არა მარტო ბიზნესი კეთდებოდა ამით, არამედ კარგად დამუშავებული ლაბორატორიული დივერსია კეთდებოდა. და ამის შესახებ ახლა ცოდვასაც ნუ ვიტყვით რა, ერთხელ, ორჯერ, სამჯერ, ხუთჯერ, 10ჯერ რამ საკმაო გაფრთხილებები მისცა და როგორი გაფრთხილებები მისცა, ისი მადურუს უკაცრავად უგო ჩავესტო. იმასაც აფრთხილებდა ეს. ჩამოვალო მაგო. აი ეგრე უბნებოდა და მაკედან აგიყვან პირდაპირ, რომ ჩამოდიო ეს უცხოდა. აგერა ვარ მეო, შელაჩარო, შემშიშარო, ჩამოდი, გაუკეთა. ახლა რა არის, იცით? გაუკეთა ეს, იმიტომ რომ იმას ვერ წარმოედგინა ეზედი რაღაცა, რომ მართლა ამას იზამს, აგერ მე ჩინეთის პრეზიდენტს ხვდები, რუსეთის პრეზიდენტს ხვდები, ჩავდივარ ჩრდილო კორეაში, ვარ ქვეყნის პრეზიდენტი, ვინ არჩუნებ ამ ხელა ჯარს, ვინ არჩუნებ ამ ხელა ავიაციას, ვინ არჩუნებ ამას, ხელში მიკავია ყველაფერი, ბოლო-ბოლო არსებობს გაეროს ხელშეუხებლობის დოქტრინა. ნუ თუ მართლა გააკეთებს, ამ გააკეთა რა, გააკეთა. და შექმნა პრეცედენტი იმისთვის, რომ არავის არ უნდა კონდეს განცდა, რომ ამერიკა დაიდებს ბორკილს, დაემალება გაეროს ეგრეთ წოდებულ კონვენციას უკან, ან იმოქმედებს როგორც რუსეთი ომის გამოცხადებებით და იმითი და არა პირდაპირ დაარტყა გააკეთა, დაარტყა წერტილოვანი გააკეთა. მე მეორე, სხვადასხვა ახლა მინდა ძალიან სერიოზული რაღაცა გითხრათ ქოცებო რა. თვითონ არ მინდა დეტალებში ჩავედი ამ ოპერაციის რა იყო, როგორ იყო, რანაირად იყო, თუმცა როგორც გავრცელდა ინფორმაცია და როგორც უყურებ, მე ახლა ფრანგულ გადაცემებს უყურებ, შეფასებებს უყურებ სხვადასხვა ქვეყანაზე, სხვადასხვა ენაზე ამ ყველაფერს გარდა ფრანგულის, რამდენიმე წყაროდან ვიღებ, არ უყურებ ქართულ წყაროებს, იმიტომ რომ იქედან არაფერი არ ხდება წესიერი. რამოდენიმე დეკადა აშენებული ჰქონდათ მადურუს რეზიდენცია, ცის მაკეტი და სპეცრაზმი ვარჯიშობდა იმაზე, რომ აი ესეთი სისწრაფით ლაპარაკი არ არის იმაზე სააერო თავდაცვის ჩახშობა, რადიოლოკაციური სისტემების განადგურება, გამოყვანა, განეიტრალება, არა. ის ისედაც ხდება, იმიტომ რომ რამოდენიმე ათასეული კილომეტრის იქიდან ძლიერ სისტემებს შეუძლია დაიჭიროს ელექტროიმპულსები, სიგნალები, განსაზღვროს მათი ლოკაციის ადგილები და იმაზე ხდეს ეგრეთ წოდებული ანტისარადარო სისტემის რაკეტების მიმართვა და განადგურება. ლაპარაკი არის თვითონ ფიზიკურ ოპერაციაზე, როდესაც მოხდებოდა თქვა ამ ელექტრონული ბრძოლის მეთოდებით გათიშვა ამ სისტემების, ხო? კარგი შევიდა, ხო? მაკეტი ჰქონდათ აშენებული და მაკეტზე ვარჯიშობდნენ სპეცრაზმი რამდენ წუთში, როგორ რანაირად უნდა მოეხდინათ ოპერაცია. და ეს რა თქმა უნდა იყო სერიოზული მომზადების პროცესი. ახლა რა არის, იცი, ერთი არის დააკვირდე მაინც პრეზიდენტია, ბიჭო 30 მილიონიანი ქვეყნის, ხო, პატარა არ არის და დარწმუნებული იყავით, რომ უსაფრთხოება გაცილებით უფრო ძლიერი ექნებოდა ვიდრე ბიძინა ივანიშვილის. გაცილებით უფრო ძლიერი. მაგაზე ახლა არავინ არ მედაოს. და ამ ხელა ქვეყნის არმიას ხელმძღვანელობდა მთავარსარდალი იყო მით უმეტეს, ხო? უბრალოდ რა არის, იცით? გაყიდეს. და გაყიდეს რა, იცი? ვინ გაყიდა, იცი? მისმა გვერდით მდგომებმა. წარმოუდგენელი არის ასეთი სიზუსტის ვინმე განახორციელოს სპეცოპერაცია, თუ მას ის არ ფლობს, ბიურო რომელიც გეგმავს ცენტრალური ბიურო დელტას დანაყოფმა გააკეთებს, მნიშვნელობა არა ალფა იქნება, დელტა იქნება, ბეტა იქნება, ვინც იქნება, ვისკი იქნება, თუ რომელი დანაყოფი იქნება, მას უნდა კონდეს აუცილებლად ოპერატიული ინფორმაცია,
რომელიც იქნება 100% ზუსტი, რომელზეც დაეყრდნობა სპეცოპერაციის მსვლელობა. გეუბნებით რა, ესეთი ოპერაცია როცა კეთდება, იქ შეცდომები და ყოველთვის შეცდომები ყოველთვის არსებობს, მაგრამ ესეთ ოპერაციაში შეცდომები გამორიცხულია. საიდან კონდათ ეს ინფორმაცია სპეცოპერაციის შესახებ? კონდათ იქედან, რომ ვიღაცამ მადურო გაყიდა. სადაც იბეჭდება დოლარი, ჩემო კარგებო, აქ რა მაგთ ეს პრიორიტეტი შემიძლია გითხრათ და წარმოგიდგენიათ ბიძინა ივანიშვილი რამდენმა ვინმემ შეიძლება გაყიდოს. აგერ რა ის იდიოტი რო დაიჭირეს უშიშროების მინისტრად რო უჯდათ ამერიკის შეერთებულ შტატებს მეტი საქმე არა აქ მეორე და მესამე პირებთან კონდეს ურთიერთობა რა კიდევს ისეთ ტიპებს ხეს როგორც არის ღარიბაშვილი როგორც არის მაგალითად ეს უშიშროების მინისტრი რო ყავდათ ბრიყვი ბლაფთავა რა ეს პუტკუნა შტირლიცი რო იყო ეს გვარი ახლა მოვიწყდა რა დასამახსოვრებელი ეგა ეგ იდიოტი რა ხო და აი ესეთ ადამიანებს კიდებს ხელს ამერიკის შეერთებული შტატები და ჯერ ხდება ესე ჩამოწველავენ ინფორმაციით გაფილტრავენ ბიძინა ივანიშვილზე მიღებულია გადაწყვეტილება ლილუაშვილი უბრალოდ გადამვარდა თავიდან კი არ დამოვიწყდა ხო იცით რა არის ჩამოფილტრავენ ამათ ყველაფერს მიღებულია უკვე გადაწყვეტილება ეს ტიპი არის მოქმედებს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ განსაზღვრულია ეს თემა. ჩვენ კიდე იქ ბევრი რამე არ ვიცით ამას რა აქვს გაკეთებული, თვითონ ამხელა დერჯავის წინააღმდეგ რა, როგორც ამერიკა. ნუ ახლა განცხადებები ისინი გასაგებია. მე გითხარით თქვენ როგორც რუსები იყენებდნენ მადუროს ამერიკის წინააღმდეგ, ჩვეულებრივი მომენტი არის ახლა ეს ბრიყვი აგერ ივანიშვილიც მაგრონში იმყოფება და ახლა შევხედოთ წავიდა სიტუაციის დამუშავება ბიძინას ირგვლივ ბიძინა ჩამოწველილია კი ამან ახლა რა გააკეთა კი ვინც დაინახა ბიძინას კი ყავს თავისი გოჭები რომლებიც კურირებენ ისეთ ტიპებს მაგალითად აი მადურომ ვერ მიაქცია ყურადღება წარმოუდგენელია ყველას მიაქციო ყურადღება ბიძინა ივანიშვილი და მადურო გერა ქრისტე გაყიდეს კაცო და ჩვეულებრივი მომენტი ახლა როცა სახელმწიფო იბრძვის ბრძოლის 1000 სახეა და თქვენ გინდა დაზვერო დაარქვით, გინდა შპიონაჟი დაარქვით, თქვენ ამ პროცესს სახელმწიფოებში აქ თვითონ დაზვერვის პროცესს აქ ქრისტეშობამდე ისტორია აქვს. ინფორმაციის შეგროვებას, მის დამუშავებას, მის ანალიზირებას და ამაზე მერე ძალთა ოპერატიულ განსაზღვრას და მოქმედებას. და პოლიტიკასთან ეს განუყოფელი ნაწილი არის ეს არ არის დღევანდელი ხვალინდელი გუშინდელი გუშინწინდელი მოვლენა რა ეს ყველაფერი არის ეგრეთ წოდებული ანსომბლი როგორ გითხრათ ახლა რა ერთიანობა შეკრული ერთიანობა და წესიერ ქვეყანაში როდესაც ესეთი რაღაცეები ხდება ისეთ ქვეყანას გულისხმობ როგორც არის ამერიკის შეერთებული შტატები წესიერი რა ესეთი გაგებით ვისაც აქვს უნარი გამოიყენოს ეს როგორც არის მაგალითად ინგლისი როგორც არის რუსეთი ესეთ სახელმწიფოებს ყავთ როგორც დაზვერვის სხვადასხვა მიმართულებები აქვს როგორც პოლიტიკური დაზვერვის ყველაზე ძლიერი მექანიზმი სახელმწიფოთა შორის დაკვირვების არის პოლიტიკური დაზვერვის სამსახური არის ეს სამსახურები ხო და აი ისინი სხვადასხვა სტრატეგიული ამოცანათა განსაზღვრის შემდეგ ოპერატიული დაზვერვა სხვა ეს სხვა სამხედრო დაზვერვა კიდე აბსოლუტურად სხვა და კეთდება ეს ჩამოწურულია ბიძინა ივანიშვილის შესახებ ინფორმაცია მნიშვნელობა აკარ ახლა გინდა ლილუაშვილი ციხეში ჩასვან გინდა ღარიბაშვილის 1 მილიონიანი გირაუმია და არა იმათმა თავიანთი მოკუკეს უკვე ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ის მასალა რაც უნდა იცოდეს იმ სამსახურმა რომელიც გაანეიტრალებს ბიძინა ივანიშვილს თუ დაჭირდათ ფიზიკურად ის მასალა ამათმა უკვე მოკუკეს იქ აგერა მადურო შეხედეთ როგორ საერთოდ ვერც ჯარმა ვერც პოლიციამ უშიშროების სამსახურმა ხომით უმეტეს და სხვათა შორის ვერც პირადმა დაცვამ ვერ უშველა და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა მე უსმენდი რა ფრანგულად მიდიოდა თარგმნა არ მენდობი ქართულ ეგრეთ წოდებულ წყაროებს პირდაპირ თქვა ჩვენ ჩავატარეთ უნაკლო ოპერაცია რომლის შედეგად არათუ პირადი შემადგენლობა არამედ ჩვენ არ დაგვიკარგავს არანაირი ინვენტარი სამხედრო ინვენტარის არ დაუკარგავთ რა აი ისე უნაკლოდ ჩაატარეს ეს ოპერაცია რა
და მე მინდა მიაქციოთ ყურადღება ერთ რაღაცას რა, ტრამპის გარდა ამერიკის შეერთებულ შტატებში იყვნენ სხვა პრეზიდენტები, რომელიც ამაზე ვერ მიდიოდნენ. ძალიან ბრუტალურია. პირდაპირ შეუძლია ისეთი რაღაცის გაკეთება შეუძლია, რაც წინამორბედს არ შეეძლო. მე მინდა ამას მიაქციოთ ყურადღება. ამიტომ ჩემო კარგებო, ბიძინა ივანიშვილს აქ ანთებული მწვანე კი არა აქ ანთებული, დედა აღარ აღავს. მე მაგ ინფორმაციას ძალიან სერიოზულად ნერვიულობს. აი ახლა რაც მოხდა აი ამ თემით. ფაქტიურად ყველანაირი მოტივი იმისთვის, რომ ბიძინას გაწოვა მოხდეს იქ არის რეალურად შესაძლებელი. ერთადერთი ფაქტორი, რამაც შეიძლება გააჩეროს ამერიკის შეერთებული შტატები, არის ის, რომ ჩვენ ვართ რუსეთის მოსაზღვრე ქვეყანა. თორე თუ იქნა ეს გადაწყვეტილება მიღებული, დამიჯერეთ მე რა. ერთადერთი ფაქტორი აჩერებს ეს. იმიტომ რომ როგორც მაგალითად რუსეთი არ გააკეთებს, გეუბნებით მე თქვენ არ გააკეთებს ამერიკის შეერთებული შტატების საზღვრებთან ესეთ ოპერაციას. არ გააკეთებს, არც ომს დაიწყებს. ერთადერთი მოხდა მაშინ ცივი ომის დროს დაუყენეს იქ კუბასთან რაკეტები და ნუ ამითი მოხდა და მოხდა ხო. და იმის გარდა იმათმაც კიდე ბევრი რაღაცა გააკეთეს ამათ წინააღმდეგ და ეს საზღვარი რკინის საზღვარი, გინდა რკინის ფარდა დაარქვით, გინდა რკინის საზღვარი დაარქვით. თუ იქნა გადაწყვეტილება მიღებული იმისი, რომ ბიძინა ივანიშვილი გაიწოვონ აქედან, ბიძინა ივანიშვილის ვერც ჰელიკოპტერი უშველის მაღალი კლასის, ვერც თვითმფრინავი უშველის მაღალი კლასის, ვერც მანქანა უშველის მაღალი კლასის, ვერაფერი ვერ უშველის. თავისი სპალნიდან გაიყვანენ თავის მეუღლესთან ერთად ეგერ ნიუ-იორკში. ხო. და სპორტული მოამზადოს წინასწარ. ნაიკის. აი ესეთი რაღაცა მოუვა მაგას. ქიმიური შენაერთი გამოყენებული აქვს, იციან, არ იციან, როგორ იციან, რანაირად იციან, მერე გაირკვევა ყველაფერი იმ პროცესზე. და აღმოჩნდება, რომ თურმე ყველაფერი კარგად იცის. მოტივი იმისთვის ბიძინა ივანიშვილი, ეგ როგორ არის, იცი? ერთ დღეს შეიძლება, ჯერ ცუდი ხარ, მაგრამ ერთ დღეს შეიძლება გახდე კაცობრიობის მტერი. და მე ახლა გინდა რუსეთმა გამოთქვას პრეტენზიები, გინდა ჩინეთმა გამოთქვას პრეტენზიები, გინდა ახლა უსმენდი გამიგე ყველაზე მეტი მიუღებელი რა არის ამ მდგომარეობაში გესმით? გამოდის ეს ახალი რო ყავთ ეს მდინარაძე, ეს შტირლიცის მაგვარი იმას ბაძავს, ვარცხლობასაც ისე იკეთებს. რა ყველა ამ შტილიც ბაზავს ბიჭო. მას როგორ გითხრათ ახლა ეს ისეთი უყიდია ზუსტად ჩასაცმელი რა, რომ შტირლიც რო აქვს და სახეს და სიტყვა და დამძიმებული ლაპარაკობს ახლა ცოტა. მადურუმაცო კი შეხედაო, რომ ქართულ ოცნებასო წინსვლა რო აქვს და ის მადურო გამოსული იყო კაცო. გამოსული იყო და ქართულმა ოცნებამ ბოლოს რომ მოიპარა არჩევნები 2012 წლის მერე ის სული პარავს არჩევნებს რა, როგორც ნაცები. ხო, შეაქო და ვარსკვლავურად გააკეთესო და მაგარი წინსვლა აქვს ქართულ ოცნებას და არის აგერ რა, მასალა არის დავდები კიდევაც ჩემგოზე, როგორ აქებს მადურო, პირადად მადუროს რეჟიმი კი არა, პირადად მადურო როგორ აქებს ბიძინა ივანიშვილს. ეს არაა შემთხვევითი მოვლენა, ეს ერთი სატელიტი აქებს მეორე სატელიტს და ეს ამბობს ეს იდიოტი, ეს ახლა უშიშროების მინისტრად ყავთ ისაო რა ქვია, აგერო შეხედეთო, აგერო მადუროცო კი გვაქებსო ჩვენო და იქნებაო შეცვალოსო თავის გადაწყვეტილებაო, აფხაზეთისო და სამაჩობლოს წინააღმდეგ რო აქო მიღებულიო, აღიარება რო აქო რუსეთის მოთხოვნითო იქნებაო შეცვალოსო და ესო მიიღოსო სხვა გადაწყვეტილება, იდიოტობა, მარაზმი რაღაცა, აი სად არიან ჩაფლულები, საქართველოში საერთოდ ამოვლენების ირგვლივ არ აქვთ სწორი წარმოდგენა, პოლიტიკურ წრეებში თუ რაღაც შეიძლება ადამიანს რაღაცა ჩვეულებრივ ადამიანს, რომელსაც არანაირი შეხება არ აქვს პოლიტიკურ სამყაროსთან, იმას კონდეს სწორი შეხება, მაგრამ ის რას თვლის პოლიტიკურ პროცესებზე ის ვერ იმოქმედებს. და ახლა ამირანო გულშემღეროდაო, გინდ ქონია, გინდ არ ქონია რა. ესეთი ძალაუფლება არ არის რა, ესა სწორი აზროვნება აუცილებელია, სწორი აზროვნება, მაგრამ პოლიტიკურ პროცესებზე მოქმედება ხო სხვა არის. მე აქედან მინდა მთელი ქართული ოცნების სამსახურს უთხრა, ხა გუშინ გამოვიდა მაგათი საგარეო საქმეთა მინისტრად რო ყავთ ის ქალი დანიშნული ჰიჩკოკის ფილმიდან რა,
და მე ვფიქრობ რომ ვენესუელელი ხალხის უკეთესობისთვის მოხდებაო ყველაფერი ისე როგორც ბიზნეს წაიყვანენ ასე ჰელიკოპტერით მე გამოდით და აკეთეთ ეს გადაწყვეტილები მე გინდის ყოფილა პრემიერ-მინისტრი გინდეს ყოფილა როგორც გინდა ისეთი მომავალი გელი თქვენ და ასეთ შემთხვევაში ჩემო კარგებო თქვენმა მაქებარმა მადურუმ არათუ გადაწყვეტილება მიიღო ჩვენი ერის ინტერესების სასარგებლოდ არა თქვენმა საგარეო საქმეთა სამინისტრომ რამე გააკეთა მაშინ არამედ როდესაც ბაშარ ალ-ასადი იყო სირიის პრეზიდენტი თქვენ იდიოტებო თქვენ ბრიყვებო თქვენ მოღალატეებო ქართულ ოცნებაზე მაქვს ლაპარაკი მაშინ გამოვარდით და ტომოჰავკები რო დაარტყა ამერიკამ სირიას ვითომ ტრაკი ქონოდათ რაღაცის ტაში დაუკარეთ რა მაგარიაო ამერიკამო სირიასო ტომოჰავკები რო დაარტყაო და მეორე დღეს გამოვიდა ბაშარ ალ-ასადი და აფხაზეთის და ცხინვალის ის ემასკნა რა ქვია დამოუკიდებლობა გამოაცხადა და აღიარა ეს ხო თქვენი გაკეთებული საქმე იყო მე რა მოყვა ამ პროცესებს შეიცვალა ბაშარ ალ-ასადი გააჯმევიეს წავიდა მოსკოვში და იმალა და თქვენ რა გააკეთეთ პროამერიკული ხელისუფლება ხომ მოვიდა სირიაში თქვენ რა გააკეთეთ სირიამ თავისი აღიარება უკან არ წაიღო. აი როგორი სუსტები ხართ, როგორი უადგილოები ხართ, გაფუჭება შეგიძლიათ, მაგრამ რამის გადაკეთება, რამე პროცესებზე მოქმედება პირიქით, აფხაზეთიდან დღევანდელი პროამერიკული სირიის ხელისუფლება სტუმრებს ღებულობს როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოდან. აი ესეთი ტიპები ხართ, ესეთი უმაქნისეები ხართ, ესეთი შეუმდგრები ხართ და საერთოდ აი რაზე არის ლაპარაკი, როდესაც ქართულ ოცნებას როგორც პოლიტიკურ მანქურთულ ძალას, როგორც მადურუსნაირ რეჟიმს აქ მარტო ძალაუფლება ამ გასაცოდავებულ ხალხზე. ხვეტავებზე, ექიმებზე, მასწავლებლებზე, პენსიონერებზე, ჩვეულებრივ, აი მუშათა კლასზე აქ ფიზიკური ანგარიშწორების ძალა. მეტზე ამას ძალა არავის არ აქვს და მანამდე სანამ ჩვენ ქვეყანაში, აი კიდევ ვამბობ, ეხლა სამწუხარო არის, მაგრამ ვამბობ, ეხლა რა ვქნა რეალობაა და რა გავაკეთო. მანამდე სანამ ქართულ ოცნებაზე, მის პროპაგანდონებზე და ამ ნაძირლებზე ვიღაცა ესეთი ფიზიკური ძალით ვიღაცა რა როგორც ესეთი ამერიკამ გააკეთა რა იმაში რა ქვია ვენესუელაში არის მოქმედებს მანამდე ჩვენ არაფერი არ გვიშველება გეუბნებით მე არაფერი არ გვიშველება ბიძინა ივანიშვილი თავისთვის არ წავა აგერ ამზადებს მის თეთრ თავაშვილს ის რო ყავს თეთრი ბაბუინი ხო მოათრევს იმას და ესე აქ გადაწყვეტილი რომ ნუ ასე უნდა იყოს და შემოუშვებს კიდე სხვადასხვა ჩანერგილ ტიპებს რომელიც მე ჩვენ სახელმწიფოებრებას თურმე აგერ ამაში აიყვანს და გაიზრდიან ეხა პენსიებს გუშინ გაიზარდა 1500 ლარით კიდე ხელფასი ამ მიშა ყნ პრეზიდენტად რო ყავთ რა ხო და კატასტროფულად იზრდება ამათი ხელფასები და პენსიონერს 40 ლარით და 20 ლარით არის მატება პენსია ეს არის ის მოცემულობა, რასაც მადურო აკეთებდა მის ქვეყანაში. ვიღაციდან კი არ ვიცი, კაც კურსელი მყავდა ვენესუელიდან და კუბადან და ვიცი რა იმ ქვეყნებში რა ხდება და როგორ ხდება. თქვენ წარმოგიდგენთ ეს რომ ელაპარაკებოდა ვენესუელაში რა ხდება? ჩემი კურსელი რა, მეგონა საქართველოზე ლაპარაკობდა. გავს ეს რეჟიმები ერთმანეთს. გავს ის ტიპები, რომლებიც იკავებენ ესეთ ხელში ამ საზიზღრობას, ხო? ზუსტად ერთი ხელწერის ადამიანები არიან. ასეთი არის ბიძინა ივანიშვილიც. და ესეთი კლასი აქვს მაგას მოქმედების. შო მე ერთ რაღაცას ვიტყვი, რომ დღევანდელი მდგომარეობით ბიძინა ივანიშვილი არის გამზადებული სტანოკზე, მაგარი რაღაცა მოხდა. დიდი ხანია შეცვლილი არის საერთოდ პოლიტიკური გააზრება და პოლიტიკური საზღვრები დიდი ხანია დარღვეული, ისე ჯობია ესე იყოს რა. ვიდრე ბუტაფორიაში იცხოვროს თელმა მსოფლიო. არათუ თელმა ერთმა და ორმა სახელმწიფო. უკრაინის პრეზიდენტმა თქვა, რაო, ასეო შეიძლებოდაო. ესე შეიძლებოდაო. ნუ ახლა იმის პერსონაჟზე არ დავიწყებ ლაპარაკს, მაგრამ ხო, თურმე შეიძლებოდა. თურმე ისიც შეიძლება, რომ ერთი და ორი კაცი გააქროს აიდანაც გინდა, თურმე ისიც შეიძლება, რომ ომი დაიწყო, თურმე ისიც შეიძლება 1000 ადამიანი რომ მოკლა და თურმე ისიც შეიძლება, რაც ბევრ თავში არ შეიძლება მოვიდეს, რომ შეიძლება. ვისთვის რა შეიძლება, ეს არის დღევანდელი პოლიტიკა და ვისთვის რითი რა შეიძლება. ეს არ არის რიტორიკის გაკვეთილი, ეს არის სწორი პოლიტიკური ფორმულირება პროცესების, რომელსაც უნდა ძალიან
როგორ გითხრათ ახლა ადეკვატური აღქმა. შენ ან გაქვს ამ ადეკვატური აღქმის უნარი, ან არა გაქვს ამ ადეკვატური აღქმის უნარი. 2026 წელი დაიწყო ნამდვილად ახალი რეალიით, საინტერესო რეალიით და მე ვფიქრობ, რომ ამ რეალიაში ქართველებს აქვს შანსი იმისი, რომ ეს ჭორვილელი მადურო მოვიშოროთ რა. სერიოზული პრობლემის ქვეშაა ბიძინა ივანიშვილი. ერთი მომენტით შეიძლება ყველაფერი შეიცვალოს. ღმერთ მაგნას შეიცვალოს, იმიტომ ამაზე უარესი ჩვენი ერისთვის არა გავნადგურდით ბოლომდე დედაგვეტირა როგორც ერს მიდის ქართველი ერის გენეალოგიური გასახლება საქართველოსთან და გაუბედურება და ადგილებზე უკვე ძირძვერა ადგილებზე ხდება სხვა მოსახლეობის ჩამოყვანა, რათა გაივსოს ბიოლოგიური მასით იქაურობა, რომ შეიქმნას მასა, რომელიც ხმის მიცემისთვის იქნება მხოლოდ და მხოლოდ ადეკვატური. და რა თქმა უნდა ისინი არ ატარებენ ქართულ გენეალოგიურ კოდს. მე არც ერთი ერის მიმართ, არც ერთი ნაციის მიმართ საპროტეზოს და საწინააღმდეგო არაფერი არ მაქვს. პირიქით როგორ შეიძლება ინტერნაციონალურ საზოგადოებაში ვცხოვრობ, გეუბნებით რა. ბევრ ქართველს მირჩევნია, ბევრი უცხოელი, ისეთი ვაშკაცი და ისეთი სინდისიარი და ისეთი ღირსეული ადამიანური მწამსის მატარებელი იყოს. აქ ამაზე არ არის ლაპარაკი, მაგრამ ჩვენ ქართველებს, როგორც ვთქვათ, ევროპის ნებისმიერ ქვეყანას, როგორც აზიის ნებისმიერ ქვეყანას, ჩვენ გვაქვს უფლება, რომ ჩვენი გენეალოგიური შტო შევინარჩუნოთ ამ გეოპოლიტიკურ განედზე. ეს ჩვენი უფლება არის, ჩვენი სამართლებრივი უფლებაა, ჩვენი ნაციონალური უფლებაა, ჩვენ ერთა კომისიაში გვაქვს ამ პრეტენზიის როგორ გითხრათ, დელეგირების უფლება, ჩვენ დელეგირებულიც უნდა გქონდეს ეს ყველაფერი. არ შეიძლება ესეთი რაღაც გენეტიკით თამაში არ შეიძლება. ამის თქმა მინდა მხოლოდ მე. და არ შეიძლება, რა თქმა უნდა, ამ ყველაფრის ნაცისტური იდეებში გადატანა და ბევრი არის ამას იყენებს სხვადასხვა მიმართულებით მე მაგას არც მხარს უჭერ, არც ვეთანხმები, ზოგი ფულის საშუალებლად იყენებს ამას, ზოგი ამისთვის არ შეიძლება იდეა გახდეს სათამაშო. აი ამას ვამბობ მე. დაუბრუნდები, არ მინდა მოვლენებს გავექცე და არა მაქვს ბევრი დრო, მინდა დავასრულო ეს ყველაფერი მე თქვა რომ ბიძინა ივანიშვილს დღეს უდგას რეალური საფრთხე, ბიძინა ივანიშვილი არის შესწავლილი ობიექტი და ბიძინა ივანიშვილი გარკვეული ფაქტორების გადაჭრის შემდეგ შეიძლება იქნას ისე აყვანილი იმ ხომალდზე, როგორც იქნა მადურო აყვანილი. და მე ვიმედოვნებ, რომ სპორტული რომელიც მას ეცმება, წინას არ მექნება ნაღიდი. რომ მე არ გაძვირდეს ისე ის Nike-ის მოდელი რო გაძვირდა, ამიტომ რავი, ახლა საფრანგეთის მოქალაქე კი ბიძინა ივანიშვილი და იქნება რამე ფრანგული სპორტულიც კი ეცვას რო აიყვანენ იმ ბორდზე. ყველაფერი შეიძლება მოხდეს, ყველაფერი შეიძლება გაკეთდეს, ერთი რაღაცის გარდა. წინასწარ უნდა ყველაფერს სწორი განსჯა და სწორი ხედვა და ალბათ მთელი საზოგადოება და საზოგადოების მასა უნდა იყოს მოწოდებული იქეთკენ, რომ როდესაც მოხდება ძირეული მნიშვნელოვანი ცვლილებები და მე მჯერა რომ მოხდება 2006 წელს ხელში აიღოს საზოგადოებამ მმართველობა რა. ქართველი ხალხის და მისი ბედის. მნიშვნელობა აქვს ამას და იმით ვაქვს მნიშვნელობა, რომ დღეს აი შეხედეთ ახლა რა ხდება ვენესუელას ქუჩაში რა. გამოსულია რა, ფართო მასები და დაწყებულია ხალხი ტირის. ვერ წარმოუდგენიათ, რომ განთავისუფლდნენ. რამდენი წელიწადია ბიძინა ივანიშვილი თავზე გვერევა და გვახრჩობს. აი ეს მომენტი უნდა დაუდგეს ქართველებს, ქართველმა კაცმა უნდა იგრძნოს მისი ძალაუფლება საკუთარ ხელში. და რაღაცა პროცესებზე მოქმედებით მე იმაჩნიებ, რომ ეს მომენტი შეიძლება დაჩქარდეს ყველაზე მცირე რა, იმიტომ ეს არ არის შორი პოლიტიკური განედი, რაც ხდება დღევანდელი მოცემულობით. ჩვენ ძალიან ახლოს ავართ ამ რეალობასთან და სარკული მომენტია ზუსტად რაც ხდება ვენესუელაში, ის რაც შეიძლება მოხდეს უახლოეს მომავალში საქართველოში. მადლობთ ყურადღებისთვის, მე ყველას გთხოვთ იმას, რომ ვინც უყურებს ამ ვიდეო ბლოგს, გამოიწეროს ეს ვიდეო ბლოგი ჩემი, გაავრცელოს ანახოს ყველას. არ მეშინია ამათი ლაპარაკის, არ მეშინია ამათი მუქარების, არ მეშინია არაფრის. ამიტომ ვლაპარაკობ ყველაფერს ისე, როგორც უყურებ და როგორც მიმაჩნია რომ ვილაპარაკო.